კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას წინააღმდეგ მოსამართლის თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. პროცესს ნიკა მელია არ ესწრებოდა. პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას ახალი ბრალდება 2026 წლის 9 თებერვალს წარედგინა. საქმეში დევს ვიდეო მასალა, რომელშიც შეურაცხმყოფელი ფრაზა ისმის. მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ მასალა ექსპერტიზის შეფასებით უვარგისია და ვერ დადგინდება ფრაზის წარმომქმნელი პირი. ამ საქმეზე ნიკა მელიას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის მელიას თავისუფლება 2 განაჩენით აქვს აღკვეთილი. პირველი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება, რისთვისაც მას ივნისში 8 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. მეორე შემთხვევაში მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე მელიას 26 ნოემბერს წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. გარდა ამისა, ნიკა მელიას ბრალი ედება ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზეც. გამოძიება მას ქუჩაში რადიკალიზაციის პროცესისთვის აქტიურ მოქმედებას, რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების, პიკეტირების და სამართალდამცველთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას ედავება.